ჩვენ თუ არ გვექნება ღვთის შიში, რომ იგი შეიძლება დავკარგოთ, ჩვენ გავხდებით ესეთი ზერელე, ესეთი ქრისტიანები, რომელსაც ქრისტიანი აღარც ქვია, წყალ-წყალა რაღაც. შიშის გარეშე. როგორ არ შეიძლება მე როგორ არ უნდა მეშინოდეს, როცა არ ვიცი და სიცოცხლე ერთხელ მომეცა, გარდაცვალება მოვა და დამთავრდა, პასუხისმგებელი ვარ და დავდგე მის წინაშე. და არ ვიცი ჩემი მდგომარეობა. ვისკენ მოგვიწოდებს, რას გვეუბნება, როგორები უნდა ვიყოთ, რომ აი ეს არ დაგვემართოს, რაც იუდას დაემართა, რაც მრავალს დამართია, როცა ადამიანი წლები დადის და ვერ ფხიზლდება, ბოლომდე გულგრილი რჩება, ვერ ერევა თავის სიამაყეს, ამპარტავნებას, ეგოიზმს, ვერ ხვდება, რომ სიყვარულია მთავარი, რიმით არის განისაზღვრება ჩვენი ქრისტიანობა, უხილავი ღმერთის შეყვარებისათვის საჭიროა ვარჯიში და უნდა გვიყვარდეს მოყვასი, რომელიც აქ სამრევლოშია, ხშირად გეუბნებით, ვისაც სამრევლოსთან ურთიერთობა არ შეუძლია, ის არ არის ქრისტიანი. არ არის ქრისტიანი. ტყუილად არის. გესმით? და აი ეს უფალი საუბრობს ასე. რომელსა უყვარდეს სული თვისი წარიწყმიდოს იგი. რატომ აქ მე მოყვასთან პრობლემა? იმიტომ რომ ჩემი თავი მეყვარს. და ჩემეული ხედვა მაქვს. ჩემი სიმართლე მაქვს, ჩემი ეგოიზმი მაქვს, ჩემი ინტერესები მაქვს, ჩემი კომფორტი მაქვს. და შენ ხელს მიშლი ამაში. ამიტომ ნახეთ, რომელსა უყვარდეს სული თვისი. ანუ ცხოვრება, სული ამ შემთხვევაში იგულისხმება ეგოისტური გაგებით ცხოვრება, საკუთარი თავი. მან წარიწყმიდოს, იგი ქრისტე ამბობს ამას. გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა ეს. მე აგზელებს და რომელსაც ზულდეს სული თვისი ამას სოფელსა, ამას სოფელში მიყვარს, ამ სოფელში მინდა წარმატება, კარიერა, ბედნიერება, დიდხან სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კომფორტი და ასე შემდეგ, მომეფერონ, პატივი მცენ და ასე შემდეგ, აქ მინდა და უცებ მეუნება, რომ რომელსაც ზულდეს სული თვისი ამას სოფელსა, ცხოვრებად საუკუნოდ დაიმარხოს, იგი ანუ არადიული სიცოცხლეში შეიყვანს თავის თავს. უკე თუ ვინმე მემსახურებდეს, ჩვენი ღვთისმსახურება ხო ქრისტესადმი მსახურებაა. ეგ არის ღმერთია და ღვთისმსახურება და ღვთისმსახურნი ვართ, ეგ არის ქრისტესადმი მსახურება. უკე თუ ვინმე მემსახურებდეს, მე შემომიდექი. გამომყევი, სად გავყვე ქრისტეს? სად მიდის ქრისტე? მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, გახსოვთ? აი სად მიდის? მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან. ანუ ქრისტე მიდის, მე მივყვები სად? გოლგოთა, აი იქ, არ მეშინია. სადაცა მე ვიყო ჩემი მსახურიცა მუნიყოს. ანუ თუ მე ვემსახურები სწორედ, სად არის ქრისტე, მარჯვენით მამისა, ყოვლადწმინდა სამების სიახში ადამიანური ბუნებით ასული. ანუ სად მეპატიჟება, ნახეთ, ღმერთში მეპატიჟება. უკე თუ ვინმე მემსახურებდეს, პატივისცეს მას მამამან ჩემან. თუ კიდევ ქრისტეს უყურებ, ან ვეზიარები, ესე განვიცდი ფიზიკურად და უცებ მეკარგება იმის განცდა, რომ გალაქტიკების შემოქმედია ესა, მაშინ მიმეთითებს ტრანსცენდენტულ წარმომავლობაზე თავისად. და ამ დროს მე თუ მსახურებ, მაშინ მამა ტრანსცენდენტული ღმერთი შენ პატივს გცემს. ნახეთ რა სიტყვა. კი არ ახსოვხარ, კი არ გაცხოვნებს, კი არ შემოგხედავს, კი არ პატივს გცემ. ვინა ვარ მე რომ სამყარო შემოქმედმა პატივი მცეს. და მეუნება პატივს გცემს შენ ღმერთი, შენ თუ ქრისტეს ემსახურები. აც სული ჩემი შეწუნებულ არს და რაიმე ვთქვა. ანუ ეხლა უცებ მახსენებს მე ეს, რომ გავყვე, გაყოლა რას ნიშნავს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდები მე. იმიტომ რომ ნახე თვითონ ნახე როგორ არის მისი სული შეწუნებულ არს და რა ვთქვა. მამაო მიხსენ მე ჟამისა ამისაგან, არამედ ამისთვის მოვედ ჟამსა ამას. ისეთი ტანჯვა და ისეთი ტკივილი გასავლელი, რომ ადამიანურად ეუნება, რომ ეგება ამაცილო ეს სასმელი და რომ მეუნება, რომ გამომყევი, აი ამას აქ მიდის. და ჩვენც არ ვართ აქ ხოლმე, როცა ღვთისაგან მიტოვებულობას გზნობ, ღვთისაგან მიტოვებულობა განიცადა. ღმერთო, ჩემო რა ისათვის დამიტევე მე, არ განგვიცდია და რას ვაკეთებ, ვწუწუნებთ. და აი აქ არის სწორედ გაყოლა, როცა მე განსასწრელი მაქვს, კი არ ვიწუწუნო, უფლის იმედით ვიყო და მიხაროდეს, რომ იმ გზას გავდივარ, რაც გზას უფალმა გაიარა. სასჯელი ამას სოფლისა, არის სასჯელი. თან მახსენებს, რომ ეს სოფელი სასჯელი რას ნიშნავს? გასამართლდა ეს სოფელი, ამას სოფლის სული. და მთავარი იგი ამის სოფლისა განვარდეს გარეთ. გასამართლება ნიშნავს, რომ ეშმაკს აღარ აქვს ის ძალმოსილება ამ სოფელზე, თუ შენ ქრისტიანი ხარ. თუ შენ ქრისტიანი არ ხარ, შენზე ძალმოსილება ისევ აქვს. ანუ გესმით, მან შექმნა ამ სოფელში სამეფო ეკლესია, რომელშიც ის ძალაუფლება
ეშმაკს აღარ აქვს, რაც მის გარეთ აქვს და ამიტომ ეს ამას ნიშნავს მისი გასამართლება. ეხლა მახსენებს კიდევ ერთ რამეს. ოდეს მე ავმაღლდე ქვეყანით ჯვარცმას გულისხმობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. ამაღლებაში გულისხმობს თავი ჯვარცმას. ყოველი მოვიზიდნე ჩემდა, ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მახსენებს რომ მე ვარ ღმერთი რომელიც ჯვარცმული ვარ შენთვის და ყოველთვის უნდა მახსოვდეს რომ ჩემთვის მოკვდი შენ უფალო. და როგორ შეიძლება რომ ჩემთვის მოკვდა ჩემი ცოდვები რომელიც მე ჩამიდენია და ხვალ ჩავიდენ ამ ცოდვებისათვის ჯოჯოხეთში არ მიშვებს ანუ მარადიული სიკვდილით არ ვისჯები მხოლოდ იმიტომ რომ ეს ცოდვები ჩემ თვალწინ იმ ჯვარზე მიალურსმა რომელზეც თვითონ ავიდა. ამიტომ მეუნება მე მოგიზიდე შე როცა ავმაღლდები და შემდეგ ამას რომ ამბობდა აუწყებდა რომელიც სიკვდილით ეგულებოდა სიკვდილად ანუ ჯვარცმაზე საუბრობს. რქვამათ იესო კვლავ გვესაუბრება მცირედ ჟამ ნათელი თქვენთან არის. ვინ არის ეს ნათელი? ქრისტეა თავად ეს ნათელი. მე ვარ ნათელი სოფლისა. მცირედ ჟამ, რატო? აი დღეს არის თქვა ჩვენ რაღაცად მოსულები ვართ აქ, გვაქვს ეს მრწმენა, გული განიცდის, მოვედით საზიარებლად. ყოველთვის ესე ხომ არ არის. ამიტომ როცა არის ჩვენთან უფალ, როცა ჩვენ განვისთით უფალს, იცოდეთ რომ ეს შეიძლება ხვალე აღარ იყოს, ზეგ აღარ იყოს, ამიტომ გაუფრთხილდეთ ყოველ წამს, იმ წამს, რომელსაც როდესაც ქრისტე ჩვენ გულს ეხება და ჩვენი რწმენა ცოცხლდება. სინანულში მოვდივარ, თვალზე ცრემლი გვადგება, გვინდა ლოცვა, გვინდა ზიარება, გვინდა წმინდა წერილის კითხვა. მცირედ ჟამ ნათელი თქვენთან არის, ვიდოდეთ ვიდრე ნათელი გაქვს. ანუ როგორც კი ეს ნათელი გაქვს, ამოძრავდი, დინამიკა გქონდეს, არ გაჩერდე. რათა არ აგეწიოს თქვენ ბნელი, იმიტომ რომ მე სიბნელე მოვა, უღმერთობა მოვა, ქრისტეს განუცდელობა მოვა. რომელი ვალ ბნელსა არა უწყინ ვიდრე ვალ და ბნელი არის ჩვენი გულის სიტყვებით ცხოვრება, ჩვენი აზრებით ცხოვრება, ჩვენი სიმართლით ცხოვრება, სადაც ქრისტე არ არის, იმიტომ რომ ღვთისნება არ არის და ეს ყოველთვის არის რა, რომ არ ვიცით სად მივდივართ, უმიზნოდ ცხოვრობ. ვიდრე ნათელი გაქვთ, რწმენი ნათელი, რათა ზედ ნათლისად იყვნენ, იმიტომ რომ თუ ნათელში ვართ, რწმენი, ანუ მისი ნდობა გქონდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ მისი შვილები ვართ, ანუ ეგრევე შვილის სტატუსს გვანიჭებთ.